გამარჯობათ. გურა ხარ? თავად. როგორ მოგმართავთ? თავია ჩვენ. არის რა? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სოფელში. ვიხარია თქვენი დანახვა. ძალიან ღარიბი სოფელია. ამ სოფელზე ნაკლები სოფელი არ არსებობს მსოფლიოში. აგერაოსები ეს აიდა სალაკო. ექვე. ყოველღამე სროლებია ხალხი სულ შიში და უბედურობაში ვართ. ჩვენ სოფელში არც გაზი შემოსულა. ისი გამრიცხველება სულ გარეშე მოყოლგან გაკეთდა ჩვენ სოფელში არაფერი არ გაკეთებული. ვართ ესე უბედურად არც შეშამბოდი ჩვენთან არც არაფერი. აი ხარ ნახევარი სოფელი მშიერია. გაზი გოქნება დეკემბრის ბოლომდე უნდა დამთავრდება გეკნება. გაზი გამრიცხველებასაც გავაკეთებთ და ასევე გადასახადები ელექტროენერგია და სახელმწიფო გადაეცა სხვადასხვა. ერთი შეკითხვა მაქვს შენ. ეხლა ჩვენ რო ფული არ გვაქვს ოჯახებში გაყვანა რომ დიდი მადლობა შურო. მოსახლეობა სულად ინფორმირებულად ამას უნებლიები ძალიან ეხმარება. და ეს გავდივართ ეროსპალტაზე რაღაც პრობლემა არ აქვს. მაგრამ აი ესეთი მეც მაინც ჯერჯერობით ახლოს მუშაობაზე გამოიყენებს და მან ელექტროენერგიის გადასახადებზე იყო პრობლემა. ხო, მოსახლეობა ითხოვდა რა. გამრიცხველიანება და კიდე დავალიანება და ელექტროენერგიის გადასახად, მაგასაც სახელმწიფო გადაეცა გადასახადები. ან შეგვიძლია ვიქნას რომ გავყოს და გადავალებაში აპირებ გადასვლას. კი, ამ კუჩი რომ დამეკინდათ. გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტიურად 51 სოფელს მივიცავთ ამ სამუშაოებით. ყველა ის სოფელი მოხდება, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. თვითონ ნახეთ, გამდგომარეობა როგორ უჭერს ხალხს. დეკემბრის 20-ისთვის ამ სოფლებში სრულად დამთავრებული იქნება გაზიფიცირების სამუშაოები და თითოეულ ოჯახს ექნება საშუალება ზამთარში უკვე გაზი კონდეს და ისარგებლოს ენერგიული აირით. ამ ყველაფერ ვალდებულებას იღებს სახელმწიფო თავის თავზე, მთავრობა გადაწყვეტილება მიღებულია და ფინანსები არსებობს, სამუშაოებს ატარებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ასევე იწყება გამრიცხველიანების სამუშაოები, ატარებს ინდივიდუალური რიცხველები, რაც პრობლემას არ მოდის ატარებს მოსახლეობისთვის. ამ ყველაფერს მთავრობა აკეთებს და ყოველთვის მომავალში ყველა სამუშაო დასრულებული იქნება.